გამარჯობა ჩემო კარგებო, მოკლედ დილა შემეხმიანა ჩემი მეგობარი კაცი არის. თუ რამე მომიყოფილა ქვეყანაში ყველა საბრძოლო მოქმედების მონაწილეა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს ავტორიტეტი ავწევ, ამას იმიტომ ვამბობ, უბრალოდ რომ ვთქვა, რომ ამ კაცმა ცხოვრება იცის, გამოცა და შავი თეთრი ბნელი კარგი იცის. ანუ რატომ დამიკავშირდა რა? ესე იგი, დილას მგზავრობ ქუჩაში და კონტროლიორი ასაკის კაცი პენსიონერიო რა, ჩემსავითო ესე მიმტკიცებს, რომ ბიძინა უყვარს. და უბრალოდ აი შევშფოთიო, რა ვიცი, ყველაფერზე შფოთდება, ეხლა მოდაშია შეშფოთებები და რა ვიცი რა, თუ რაღაცა და უცებ შეშფოთდები და ნორმალურია ეს და ეს შეშფოთდა, ის შეწუხდა და რა ვიცი, ნუ წესიერი ადამიანი წესით უნდა შფოთდეს იმაზე, რაც საკუთარ ერში და ქვეყანაში ტრიალებს და შევშფოთი ვეკითხებიო, რატო პენსიონერი კაცი ხარო და თუ ამ ხნის მანძილზეო არავინ არ არისო ისეთიო, რომელმაც ამოგივსო გულშიო შენო ის გრძნობა, რომ პოლიტიკური პერსონები გიყვარდესო. არა, ადრეო მიშა მიყვარდაო და ეხლა ბიძინა მიყვარსო, იმიტომ რომ ეხლა მუშაობ, იმიტომ პენსია არ მყოფნისო. რატომ უნდა მუშაობდეო შენო, ხო პენსიონერი ხარო? არა, პენსია არ მყოფნისო და უყვარს ბიძინა რა. შეხედეთ როგორი რაღაცა. აი, იმიტომ კი არა რომ რამე ახალია, ან საოცარია. ჩვეულებრივი მოვლენაა რა, ადამიანებს პერსონები კი არ უყვართ. თავისი სტატუსის და მდგომარეობის, თავისი მაცხოვრული კაპიკების შენარჩუნება უყვართ. ეს არის ტოტალიტარული პერსონების მიერ შექმნილი სიმახინჯის ერთ-ერთი სიგნალი ვერ ვიტყვი რა, დამახასიათებელი ნიშან-თვისება, თუ როგორი არ უნდა იყოს გარემო, თუ როგორ მონობაში არ უნდა იყოს მოსახლეობა, მაგრამ არის და ამას ვერაფერს ვერ უზამ. არ ვიცი, რამდენი ადამიანია ჩვენთან ესეთი, რომელიც არის ტოტალურ ქაოსში ჩავარდნილი და უბრალოდ უყვარს. არ თუ ვინმე წაგიკითხია ჯორჯ ორუელის 1984, რა ვიცი, უკიდურესი უბედურება რაც შეიძლება ხელისუფლებებმა და პოლიტიკურმა წყობებმა ადამიანებს დამართონ და ამ ყველაფრის შემდეგ სიყვარულიც კი წაართვან ადამიანს რა. და ამ ყველაფრის შემდეგ, წამების შემდეგ, გაუბედურების შემდეგ იმ სიუჟეტის ბოლო ფინალს გიყვებით, ცრემლი ჩამოუვარდება თვალებზე, რომელიც პირში ჩაუვა და თრობის გემოაქვს ამ ცრემლს, მთავარი სიუჟეტის გმირი, ვინც ყვება ამას და უცებო მიხვდაო რა, ეს დიდი ძმა უყვარდაო რა. ჭირს ჩვენ, მეტი კი არაფერი არ არის, ეხლა რა ვიცი, თუ რამე უბედურება შვება, ნარკოტიკი ან სიმთვრალე, ამაზე უარეს, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს დღეს ჭირს. მნიშვნელობა არ აქვს ამას კონტროლიორი იქნება მასწავლებელი, იქნება ექიმი, პროფესიებს რა მნიშვნელობა აქვს. ავტორიტარულ სახელმწიფოში არ არსებობს პროფესიები, არ არსებობს პიროვნებები, არსებობენ სუბიექტები, რომლებსაც აქვთ განსაზღვრული მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ადამიანების სიყვარული და მათ სხვა რამის უფლება არ აქვთ. მე აი განსხვავება რაში არის წესიერ სახელმწიფოსა და ტოტალიტარულ ქვეყანას შორის. ცნობისთვის რა ვიცი რა, მაინც რომ იცოდეთ. თქვენ მე არ მინახია აქ პენსიონერი, რომელიც გამოდის და იძახის, რომ აი რომელიმე პოლიტიკური პერსონა ისე უყვარს, რომ მაგაზე ძვირფასი ქვეყანაში არაფერი არ გააჩნია და აი ამამდე კიდე სხვა უყვარდა განსხვავებულად რადიკალურად აზროვნების პოლიტიკური პერსონა, იმიტომ რომ მისი პენსია შეენარჩუნებია. შეიძლება ვინმე უყვარს, მაგრამ ამის გამო მოტივი ესეთი რაღაცა არ არსებობს. ეს იმდენად არადამახასიათებელია ჯანსაღი საზოგადოებისთვის, რომ ამაზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილია, თორე ანომალიები შეიძლება იყოს ყველგან და მოიძებნოს ყველგან. ამიტომ სანამდე მე რა ვიცი, ისწავლით ბიძინა ივანიშვილის სიყვარულს, ისწავლით სააკაშვილის სიყვარულს, თქვენი შვილები, შვილიშვილების, თქვენი ახლობლებს, პენსიონერებს რა ვიცი, მასწავლებლებს, პროფესიული კავშირების მიმართ ვამბობ ამას. კი კავშირი ატეხავს თქვენ საზოგადოებაში, შეიძლება ეგ სიტყვა, მაგრამ აქ საფრანგეთში ძალიან გავრცელებული სიტყვა არის კომუნა და კავშირი რა. თქვენ შეიძლება ძალიან კომუნისტურად მიგაჩნიათ და ის რაც დღეს ხდება თქვენთან საქართველოში, ეს შეიძლება ფიქრობთ, რომ დემოკრატიის მაღალი მაჩვენებლის ნიშანი. აი ცხოვრეთ მაშინ მაგ ჭუჭკში და იყავით კონტროლიორები და იყავით აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა, საკუთარი ემოციების კონტროლიორები.
და დაივიწყეთ სიყვარული იმ ადამიანების, ვინც თქვენ დროით და წესით და ცხოვრებით უნდა მინიმუმ უნდა მოგცეთ ცხოვრებამ რა. პენსიონერი ხარ, უნდა დატკბე შენი ცხოვრებით, შენი ნაშრომი უნდა იყოს იმ დონეზე მისული, რომ შენ უნდა გქონდეს სხვა პრიორიტეტები და სიყვარულის ბრმა არ უნდა იყოს. მაგრამ შენ გიყვარს ბიძინა რა. არქიფ ჩვეულებრივ უშინ სეთური დღეს არქიფო რავი 1000 სახელი აქვს ხო? მაგას რა შეცვლის? კარგად აქვს თუთაშხიაში გადმოცემული ჭაბუამი რეჯიმს. ამის თქვა მინდა მე, ასე ვერ გავატარებდი, უნდა მეთქვა რაღაცა და ჩემი სათქმელი ვთქვი და ახლა ნუ გამგები გაიგებს და ვისაც არ უნდა ისედაც არ ესხმოდა. იცხოვრო სიბრმავეში და სვა საკუთარი ცნებლები და დაცხრეს სიყვარულით ბიძინა ივანიშვილის. მადლობა.